ტრადიციურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბავშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ოთხშაბათს დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. ყოველ ოთხშაბათს ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად. ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჯანმრთელი დილა, როგორც ყოველთვის დღესაც საინტერესო აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ სეზონური ალერგიები ბავშვებში. სატელეფონო ხაზია პედიატრი თეონა გაბუნია. ქალბატონ თეონა, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ აქტუალური თემით შემოგვიერთდით და მოდით უპირველეს ყოვლისა ჩვენს ფენელს ვუთხრათ თუ რას ნიშნავს ალერგია. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო და ძალიან ყოველთვის აქტუალურ თემებზე საუბრობთ და ძალიან მიხარია. ალერგიულ თემაზე ძალიან ბევრი ჩვენი ალერგოლოგი პროფესიონალები საუბრობენ, თუმცა აქტუალობიდან გამომდინარე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბევრჯერ ვისაუბროთ, რომ მშობლებს გაუადვილდეთ სიმპტომების ამოცნობა და შემდეგ მართვა. ასე პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ გავიმეოროთ, რომ სეზონური ალერგია ეს არის მომატებული მგრძნობელობა მტვერზე, მცენარეულ მტვერზე, რომელსაც ჩვენი იმუნური სისტემა გადაჭარბებულად პასუხობს. ესე იგი, მცენარეულ ამ ალერგიულ რეაქციას პოლინოს ვუწოდებთ. რომ ვიცოდეთ, კლიმატურმა ამ კატაკლიზმებმა და პირობების გაუარესებამ მცენარეების ყვავილობა გაახანგძლива, ამიტომ სიმპტომები უფრო მწვავედ და უფრო ხანგრძლივად ვლინდება ბავშვებშიც და ასევე დიდებშიც, რა თქმა უნდა. ჩვენმა ალერგოლოგებმა შეიმუშავეს ასეთი კალენდარი მცენარეების ყვავილობის მიხედვით და ასე რომ ადამიანს უკვე შეუძლია დაკვირვებით ასე თუ ისე ეჭვი მიიტანოს რომელ მცენარეზე ან რომელ მტვერზე აქვს რეაქცია. მაგალითად ეს სეზონური ალერგია იწყება თებერვლიდან. ადრე მოყვავილე მცენარეებში შედის მაგალითად ცხილი. შემდეგ უკვე ჭადრები, ნეკერჩხალი, კვიპაროსი, ყვავის. ამის მერე უკვე საქმეში ერთვებიან ბალახები და მარცვლოვნები, ხოლო შემდეგ ნოემბრის დასაწყისამდე უფრო სწორად ამბროზია, ავშანი, ბაბუაწვერა არის აქტუალური თემა, ხო? რაც შეეხება, მოდით შევეხოთ ახლა სიმპტომებს, ხო? დიახ, აი ეს არის საინტერესო, დიახ, აი სეზონური ალერგიის ნიშნებს რასაც ვეძახით, როგორ უნდა მივხვდეთ? რომ გავარჩიოთ, დავუშვათ ვირუსისგან. გამოკატულია ალერგიული რინიტი. ეს რინიტი არის უხვი, წყლისებური, გამჭვირვალე გამონადენით. ცხვირის სუნთქვა გაწნელებულია, შეტევითი ხასიათის ხველა და ფხაჭნის შეგრძნება. რა თქმა უნდა, ასევე არის თან ერთვის ცხვირის არის ჰიპერემიული, კანის ჰიპერემია და თვალის ცრემლდენა და კონიუნქტივიტი. გართულებებით შეიძლება მოყვეს, ამას თუ ვთქვათ მიუხედავია სიტუაცია, ფარინგიტის, ფრონტიტის, სინუსიტის, ანუ ჰაიმორის ღრუების ანთებით შეიძლება გართულდეს. ამიტომ ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიაგნოსტირება მოხდეს დროულად თან. დროულად, რა თქმა უნდა, და შემდეგ დაიგეგმოს მკურნალობა და ასევე ამ პერიოდში ვირუსული დაავადებებიც, რესპირატორული დაავადებებიც, რა თქმა უნდა, არის ძალიან აქტუალური ამ პერიოდში და დამახმოდით ვისაუბროთ ახლა დამახასიათებელ, ასე ვთქვათ, როგორ უნდა გაანაცვლოს მშობელმა, ხო? ანუ პირველი რაც თვალში მოსახვედრია ის არის, რომ ვირუსულ ინფექციურ დაავადებას ახასიათებს ტემპერატურული რეაქცია განსაკუთრებით ბავშვებში. ამიტომ ეს ყველაზე განმასხვავებელი მარკერია, ასე ვთქვათ. ალერგიისთვის დამახასიათებელია დროში გახანგრძლივება, ხოლო რაც შეეხება ვირუსს, უფრო ერთი კვირიდან არ გაურთულებელ შემთხვევაში 10 დღემდე უკვე ლაგდება ეს სიმპტომები, ხო? ქალბატონ თეონა და ჩაგეკითხებით, რაც შეეხება მკურნალობას, ამ მდგომარეობის შემსუბუქებას, იმიტომ რომ როდესაც სეზონურ ალერგიაზე ვსაუბრობთ, მით უმეტეს ბავშვებისთვის შემაწუხებელია. რა უნდა გამოვიყენოთ ამ დროს?
კი ბატონო, ესე იგი პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია რომ თავი ავარიდოთ აი ამ თუ დავადგენთ რომ რომელიმე ყვავილის ამ სცენარის ახლოს ყოფნა და ყვავილობის პერიოდი მოქმედებს ასე ვთქვათ სიმპტომების გამწვავებებზე რა თქმა უნდა მოვერიდოთ ამ პერიოდში ამ კონკრეტულ სცენარებს ასევე ქარიან და ისეთ ამინდებში უნდა დახურულ სივრცეში ვიყოთ იმიტომ რომ კონცენტრაცია ამ პერიოდში ამ ტვრის ნაწილაკების უფრო მაქსიმუმს ახდენს და რა თქმა უნდა, შემდეგ დიაგნოსტირება სულ მოვახდენთ ან კლასიკური სინჯების, კანის სინჯების მეთოდით, ან სისხლის მოლეკულურ დონეზე გამოკვლევით, უკვე კონკრეტულად გვეცოდინება და უკვე დაიგეგმება შესაბამისი მკურნალობა. ხო, ეხლა კიდევ მოდით შევეხოთ იმას, რომ აღვნიშნოთ ის, რომ ბავშვების დიდ პროცენტს რომლებსაც გამოხატული ქონდათ ბავშვობაში, აი 3 თვის ასაკში ატოპიური დერმატიტი ეგრეთ წოდებული, შეიძლება თუ ადრეულ პერიოდში უკვე კარგად მართული არ იქნება ეს სიმპტომები და შეიძლება გართულდეს დაემატოს ამას უკვე 2-3 წლისთვის კვებითი ალერგია, შემდეგ სკოლის ასაკისთვის რინიტი და მოძილობის ასაკისთვის უკვე ასთმა ჩამოყალიბდეს. ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დროულად მოხდეს დიაგნოსტირება და მართვა და რეაგირება. კი ბატონო, ქალბატონი თეონადა, აი კვებითი ალერგია ახსენეთ და ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვთა კვება მოზარდი ორგანიზმის ჯანსაღად განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და როგორ უნდა მივხვდეთ დაუშვათ, რომ კვებით ალერგიასთან გვაქვს საქმე და ამ დროს როგორ დავეხმაროთ პატარას? კი ბატონო, ესე პირველ რიგში ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენები უნდა ვიცოდეთ. ეს არის 9 საკვები, პირველ ადგილს იკავებს ძროხის რძე სტატისტიკურად, შემდეგ კვერცხი, არაქისი, თხილი, ხორბალი, სოიო, თევზი, მოლუსკი და ბოლო, აი ხა დაემატა ბოლო წლებში სეზამი. სეზამით. რაც შეეხება აი ამ ფაქტორებს ელიმინაცია უნდა მოხდეს, ანუ ელიმინაციური დიეტა, ანუ როდესაც მივხვდებით თუ რა საკვებზე აქვს ასე ვთქვათ ბავშვს ალერგია, რა თქმა უნდა გამოირიცხოს ან ნაკლები შეღება უნდა ქონდეს. რაც შეეხება თუ კანის ატოპიურ დერმატიტით აქვს ბავშვს გამოვლენილი ეს ალერგიული რეაქცია, რა თქმა უნდა, არ ხშირად შევხვედრივა სიტუაციას, როდესაც გაღიზიანებული აქვს ბავშვს კანი, დაბანასერიდებიან და სინამდვილეში პირიქით რეკომენდებულია ყოველდღიური შხაპის მიღება, მხოლოდ მოკლეხნიანი 10-15 წუთის ხანგრძლივობით და რა თქმა უნდა, შემდეგ დატენიანება. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ბარიერი მოგეხსენებათ კანის ბარიერული ფუნქცია სრულად შენარჩუნდება იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა კარგად არის დატენიანებული ეს ჩვენი კანი. ქალბატონ თეონა, რაც შეეხება ალერგიებს, სეზონურ ალერგიებს, ალერგენებს გამოწვევ მიზეზებს, ამაზე ეს ძალიან ფართო თემაა, ვრცელი თემაა და ჩვენ ვფიქრობ, რომ კიდევ ვისაუბრებთ და ძალიან მოკლედ ფაქტიურად 2 წინადადებით რჩევები მშობლებს, რომლებიც უკვე ემზადებიან ზაფხულისთვის და კურორტებზე ბავშვების წასაყვანად. ცოტა დრო დაგვრჩა. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დედა უნდა იყოს მომზადებული ამ ალერგიული სიმპტომების გამოვლენისთვის და რა თქმა უნდა, ალერგოლოგის ჩართულობით 2 კვირით ადრე იწყება ორალური პრეპარატებით მკურნალობა, რომ ეს სიმპტომების გამოვლენა მინიმუმზე დავიყვანოთ, ან საერთოდ ხელი შეუწყოთ, რომ არ მოვლინდეს ეს სიმპტომები. რაც შეეხება თუ თქვა ძალიან ასე ვთქვათ
ტყავეთ არის გამოხატული 5-6 წლის ასაკისთვის მკურნალობა იგეგმება ეგრეთ წოდებული შეგუების პრინციპით, ანუ ალერგენ სპეციფიკური ვაქცინაცია ხდება. კი ბატონო, დიდი მადლობა და ჩვენ ამ თემებზე აუცილებლად კონკრეტულად ალერგიაზე განვაგრძობთ საუბარს, როგორც აღნიშნეთ, ძალიან ვრცელი თემაა და ვფიქრობ, მშობლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. დიდი მადლობა ამ საინტერესო რჩევებისთვის, საუბრისთვის. თეონა გაბუნია, მადლობა პედიატრი იყო ჩვენთან, თქვენ მოისმინეთ გადაცემა ჯანმრთელი დილა დროებით.